უკვე ცნობილია ქართული დელეგაციის შემადგენლობა, ვინც თურქეთში იშხნის ტაძრის თემაზე გამართულ შეხვედრებს დაესწრება მოლაპარაკებებში კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობისათვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას ამ ეტაპზე ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ შეჩერებულია, თუმცა ხარაჩოები ჯერ ისევ რჩება. თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17-18 აპრილს გაიმართება. ქართველი სპეციალისტები ადგილზე შეისწავლიან არსებულ ვითარებას, შეიმუშავებენ სამოავლო გეგმას და რეკომენდაციებს, როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები იშხნის ტაძარზე და რა ხარვეზების გამოსწორებაა შესაძლებელი. დაიგეგმება სამომავლო გეგმები, თუ როგორ იქნებიან ქართველი სპეციალისტები ჩართული ამ პროცესებში. მე კიდევ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ იშხანი გახლავთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენი მემკვიდრეობისა, ამიტომ სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მართლაც არა სიტყვით, არამედ საქმით იყვნენ ჩართული ქართველი სპეციალისტები, როგორც კვლევით სამუშაოებში და ასევე მათი რეკომენდაციებით მოხდეს შემდგომ სწორედ ის სარესტავრაციო პროცესების განვითარება, რათა იშხანს შეუნარჩუნდეს თავისი პირვანდელი სახე. ფაქტი, რომ ადგილზე არ არის არც ერთი სპეციალისტი, უკვე ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება გაფუჭდეს. ბევრი რამ შეიძლება გაფუჭდეს მუშების არაკვალიფიცირებიდან გამომდინარე. უნდა გაჩერდეს მიმდინარე სამუშაოები, უნდა გაჩერდეს ქართული და თურქი კოლეგების შეხვედრებამდე და მანამდე ვიდრე არ შეჯერდება პოზიციები და ვიდრე ორივე მხარე არ დაადასტურებს, რომ კონკრეტულად ზუსტად ეს სამუშაოებია ჩასატარებელი. თუ ეს ვერ მოხერხდა ან თუ დროში გაიწელა, აუცილებელია იქ ადგილზე იყოს მუდმივი მონიტორინგი.